იქნება იმპერია. და აქ რა აინის აქ ერთი ძალიან საინტერესო აზრი, რომელიც პირდაპირ პასუხობს აი ამ საკრამენტულ კითხვას, რომელიც შენ დასვი, ესე იგი, რა თქმა რუსეთს ხისი მიწები. და აი პაინი, რომელსაც ვერ დავწამეთ საქართველოსადმი დიდ სიყვარულს, ესე იგი, არა, ჩვენზეც წარემწარე რაღაცები აქვს გაწერილი თავის დროზე, კი, დაკავშირებით. Ну, ელცინის მრჩეველი იყო ყველაფერს თავი დავანებო. ეს წერს, რომ რუსეთი არის რესურსная государство, ესე იგი, რესურსების ქვეყანა. ძირითადად ეს არის, თქვათ, იგივე მიწა და მიწაში რაც არის. და ესეთი სახელმწიფოებისაც ეს რუსეთი იქნება, თქვათ, სინგაპური თუ ბურკინა-ფასო, რა. ასეთი სახელმწიფოებისათვის ორგანულად დამახასიათებელია ტერიტორიების გაფართოების ზრუნვა. ტერიტორია, რატო რესურსია, თავარი რესურსი არის ტერიტორია, აი ეს გაფართოება. ეს იყო ტრაგედია რუსეთის მუდამ. იმპერიის ტრაგედია იყო, იმიტომ რომ ტერიტორიის გაფართოება ნიშნავდა უსაფრთხოების გაფართოებას, უკაცრავად საფრთხის გაფართოებას ტერიტორიით. ეს გორჩაკოვს ესმოდა თავის დროზე და აი ბერლინის კონგრესზე ესე იგი ამაში აწმუნებდა ის ისრაელის. თუმცა ვერ დააჭირა. მაგრამ მაინც აწმუნებდა რა. თითქოს ეს ესმოდა გრომიკოსაც. ну ყოველ შემთხვევაში მე თავის მემუარებში წერდა რომ აი მეოსიო თითქოს ბოდიში ხდი და ავღანეთთან დაკავშირებითო ვიცოდიო რომ გავლენის გაფართოება ეს არის საფრთხის გაფართოება რა ესე იყო როგორ ჩანს აი ეს სინდრომი იმპერიული სინდრომი რაც შეიძლება მეტი ტერიტორია ჰქონდეს და თითქოს ამით უსაფრთხოება იზრდება სინამდვილეში პირიქით არის ესე აი პირიქით არის ხლა საბედნიეროდ ჩვენი ხელისუფლება დღეს არ არის უნიკალური ერთადერთი რომელიც შეცდომებს უშვებს არა ასე იგი არ არის ერთადერთი საბედნიეროდ ესე იგი და როგორც გამოდის არც ერთი ხელისუფლება არ არის დაზღვეული შეცდომებისაგან იგივე შტატებია და თავისი უდიდესი ინტელექტუალი ექსპერტები პოლიტოლოგები ქვეყანა სადაც კისინჯერია ბჟეზინსკია ლანცის შულმანია და რა ვიცით საწავიდე ჩამოთვლაში ესე იგი ის ქვეყანაც კი უშვებს საბედისწერო შეცდომებს იგივე ბუშის ვთქვათ ერაყში აი ეს ტანკებით მოგზაურობა ესე იგი აი აქედან გამომდინარე ალბათ ადვილი გასაგებია ის თუ რა უნდა ჩვენგან და ეს დღევანდელი მაგალითად იგივე ეუთოს დაყრა პირდაპირ ვთქვათ ნუ აქ სხვა საკითხი ისიც რომ ყველაფერს თავი დავანებოთ შეიძლება ეს ბევრისათვის არ არის მნიშვნელოვანი მაგრამ რამდენიმე ათეული ქართველი ოჯახი დარჩა მშიერი დღეს პირდაპირ ვთქვათ უმუშევრად ესე აი ეს ქართველები რომლებიც ჩვენ მოქალაქეები მსახურობდნენ ესე იგი ამ ოფისში ამ სამსახურში ესე მისი წარმომადგენლობაში ზუგდიდში თუ სხვაგან მაგრამ ნუ გავუსვათ ეს ევროპელებისთვის და რუსებისთვის მეორე ხარისხოვანია რა არის დამკვირვებლების აი ის რომ ეს მისია იყო საქართველოში აფხაზეთი და ოსეთი უკვე აღარ არის საქართველო და ამასთან დაკავშირებით იცი აი მე არ შემიძლია უბრალოდ აი ჩემი ნუ გიგ მეცნიერული დაარქვი გიგ პროფესიონალური დაარქვი მართალია კი ახლა პოლიტოლოგი არა ვარ სანტექნიკოსი ვარ უბრალოდ მოგეხსენება მაგრამ მაინც ესე თუ ისე შენი არ იყოს უნივერსიტეტში მისწავლია 5 წელია რა მე ვთქვათ რუსეთშიც მიმსახურია სამეცნიერო წრეებში და ზოგიერთისაგან განსხვავებით რომელსაც მოსკოვისკენ გზა ისწავლის ბოლო რამდენიმე წელიწადში და იქ მიცხოვრია გარდაც და დღესაც სატრაბახო არ არის არაფერი ორი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრია მოსკოვის მართალი ვეღარ დავდები ელემენტარულად ესე იგი მათ გასაგონად მოვიტანე ხელშეკრულება აფხაზეთისა და რუსეთის მაინტერესებს ეს ჩვენთან რამდენ ესეთ გულწრფელ ადამიანს რომელსაც გონია რომ აი რუსეთთან დღეს ადვილია საერთონის მოძებნა რომელსაც გონიათ რომ იგივე რა ქვია საზოგადოებრივი პალატის სახით ჩვენ შევიძინეთ მოკავშირე გეცინება კი მეცნიერება რა აი ეს ხელშეკრულება აი договор о дружбе сотрудничестве взаимной помощи между Российской Федерацией и Республикой Абхазия ახლა სოფთა გვიყვა სამის განხილვა მაგრამ მე ერთმანეს ურჩევდი ციკაი ჩემ მეგობრებს მაგათ რომ წაიკითხონ ეს ყურადღებით და თუგნებოდ სანაძლეოს დავდეთ შენ იმათ სახელით შენთან რომ ამისეთ ანალოგს
სოფლიო დიპლომატიის ისტორიაში ხელშეკრულებას, რომელსაც ქვია მეგობრობის, თანამშრომლობის ხელშეკრულება, ესეთ ანალოგს რა ხალხური ვალდებულებები აფხაზეთს რა? არა, აქ რეპერია, აქ წერია, რომ თქვათ, აფხაზები აძლევენ უფლებას რუსეთს სამხედრო ბაზების მშენებლობას, ინფრასტრუქტურის მოპოვებას, რუსული ენისათვის უმეტესი ხელშეწყობის სტატუსის მინიჭებას პრაქტიკულად. აფხაზებს თუ კიდე რუსული ენის ხელშეწყობა უნდა პრაქტიკულად ისინი რუსულად ლაპარაკობენ რა? ესე იგი, საბანკო სისტემა, ეს არის აქტიურად მიერთება უკვე. აქტიური მიერთება თანაც ეს არ არის ყველაფერი. იანვარში იდება კიდევ ახალი ხელშეკრულება უკვე სამხედრო სფეროში თანამშრომლობა. როგორ მოაწერა აღაფშმა ამას რა? ოკუპაციის თანაც საინტერესო რა არის, იცით, აქ არის უკვე პრაქტიკულად უვიზო რეჟიმი და როდესაც ეს საკითხი დადგა, მაშინ მე კარგად მახსოვს განცხადება გააკეთა უშუალოდ საბჭოს დივანმა ლაკერბაევმა. ვიცი. განცხადება გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ არავითარ შემთხვევაში უვიზო რეჟიმი. რატომ? იცით, თქვენი კაცები იმას ესმოდა, რომ ესე იგი, მთელი რუსეთის ბომჟები გაიხსება ახალზე. აი ეს არის. აი ეს, მაგრამ რუსეთს მოსკოვში სხვანაირად ჰქონდათ გადაწყვეტილი და უვიზო რეჟიმი აქვს. იანვარში დაიდება ახალი ხელშეკრულება. ეხლა რაც შეეხება საზოგადოებრივ პალატას. ახლა საზოგადოებრივ პალატა რას წარმოადგენს? მე მშვენივრად ვიცი. იგივე ჩვენი თანამემამულე გვარით რასაკვირველია მხოლოდ სვანიძე. ნიკოლო სვანიძე. ნუ დავივიწყებთ, ესე იგი, შეიძლება ლიდერატებს არ ნიშნავს, მაგრამ ის არის მედვედევზე წიგნის ავტორი. ვიცი. ხო. წაიკითხეთ ერთი ის წიგნი, არის ის წიგნი საქართველოშიც არის ჩამოსული რა. და მე ერთი რამე მიკვისკას, თუ საზოგადოებრივი პალატა იძლევა გარანტიას ფრენის აღდგენის, ძალიან კარგია ეს. ფრენის აღდგენას რა ჯობია? ჯობია ველაპარაკოთ, ვიფრინოთ, ვიდრე გავებუტოთ და მაქსიმ გორკივით ფეხით ვიაროთ, ახლა რუსეთში დავიხარ რა. ძნელია. სადგინახია გათო შენ სოფლიოში რომ საზოგადოებრივი ორგანიზაცია გარანტიას იძლეოდეს სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში. მე გამეკვირა დაგიმალა და თან კიდევ მე ესეც არ ვიცოდი და თუ მე ამ პალატას საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს შეზღუდული. მაგრამ ხო აქვს? აქვს რა სხვა? არცადა რუსეთში სხვა ორგანიზაცია არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივა მარტო ამას აქვს. აი საკანონმდებლო დავანებო თავი, იმიტომ რომ იქ ეძინაერასია, ეგ იგივეა, ახლა თუ გიდებავთ ტელეკომპანია კავკასიას დღეს მივცეთ საქართველოში საკანონმდებლო ინიციატივის უფლება რა. რომელ კანონს გაიტან შენ ერთი მითხარი. საზოგადოებრივი ტუალეტები სად მოაწყო რუსთაველზე, ამ კანონს ვერ გაიტან. არ არის რუსთაველზე ასე ტუალეტი. ხო, არ არის რა. ხო, ამიტომ ამას არაფერი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მოდით ესწრო და რა დიდი ისჭირდება ამას დამწრიახობა, რომ თუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია იძლევა გარანტიას, რომ აი მე გარანტიას გაძლევ, რომ პუტინი მიიღებს გადაწყვეტილებას აღდგეს, რა ცოტა ეთი ხო უნდა დაგებადო. ეგ როგორია ეთი? აი ლევან რამიშვილის უწყებამ თავისუფლების ინსტიტუტმა რომ გარანტია მოქცეს რა. ეს არის სუპერ სამთავრობო ორგანიზაცია, იგივე რამიშვილის ორგანიზაცია. იგივე პალატა. მაგრამ რაც შეეხება პალატის გავლენას ავტორიტეტს, აქაც ილუზიების წვეობაში მომოექცევის. პალატა ძალიან თავს იკლავდა 70,000 ხელმოწერა შეაგროვა აი ამ ქალის ბახმინას თავისუფლებაზე და ბოლო-ბოლო ბავშვი გააჩენინეს თითქმის ციხეში ხალხა რა. მერე მეორე. აი ახლა პალატა ახლა სულ ყალღზე დგას. ამას ნაფიც საჯულთა ინსტიტუტში ამ სასამართლოს იურისდიქციიდან გამოაქვთ ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც არის ტერორიზმი, როგორც არის სამშობლოს ღალატი, სხვადასხვა, ესე იგი რა. ნუ იგონებენ თქვათ ვერაზასულიჩის ცნობილ კაზუსს. ესე იგი, რომ აი არ გაუქმებულა იმის მაშინაც ადგა და